ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან პირად რუკაზე შუა ასაკის ქალები, რომელსაც რო ვესაუბრები ხოლმე, ხო, როდესაც რუკაშიც ჩანს, თქვა რა არის მისი რა ცხოვრებით უნდა იცხოვროს, იქ პირადი როგორ აქვს, იქ შვილებთან ურთიერთობა როგორ აქვს, ეს ჩანს და ჩანს ხოლმე, რომ ცოტა რაღაც ერთულები ექნება ადამიანს. პრობლემები, მაგრამ როგორც წესი ჩვენ რაღაცნაირად ვეფლობით ხოლმე რა, ქალები განსაკუთრებით. აი ყოველდღიურ პრობლემებში ვეფლობით, იძულებით, საკითხებში ვეფლობით და ძალიან ბევრი რამ გვეპარება. და გვეპარება ჩვენი თავი. ჩვენი შინაგანი მოთხოვნილებები, ჩვენი სურვილები. აი ძალიან კარგად ჩანს ხოლმე მაგალითად იქ როცა ვენერაზე ვსაუბრობთ, როცა იუპიტერზე ვსაუბრობთ, იქ ჩანს აღმავალი კარმული კვანძი, როცა არის, ჩანს ხოლმე რა გვინდა სინამდვილეში და გვინდა ჩვენ ცხოვრებით ვიცხოვროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? აი ჩვენი პირადი მოთხოვნილებებით, პირადი ჩვენი ცხოვრებით და ხშირად ქალებს აქვთ ხოლმე ესეთი რამ, რომ მეუღლე, შვილები, მეზობლები, განსაკუთრებით ქართველებს გვახასიათებს ეს, ხო? რაღაცნაირად ვდებთ ძალიან დიდ ენერგიას. და რაც უფრო დრო გადის, დაახლოებით ესე 35-40 წლის ასაკში, 45 წლის ასაკში ამ შუალედში განსაკუთრებით, ჩანს ის, რომ თურმე ჩვენ არ გვეცხოვრია ჩვენი ცხოვრებით. სადღაც დავიკარგეთ ჩვენ, ხო? სადღაც წავიდა ცხოვრება და მაინც ვერ ვიპოვეთ ჩვენი თავი. ან გქონდა და დავკარგეთ, ხო, ჩვენი თავი. აი ეს არის ძალიან ყოველ მეორეს მაინც აქვს ხოლმე ეს პრობლემა, ხო? და საქმე იმაში ახლა ეს მხოლოდ ქართველების პრობლემა არ არის ზოგადად დაბალგანვითარებული ან ესეთ პრობლემურ ქვეყნებში უფრო ვლინდება ხოლმე, აქ ფინანსებიც არის ძალიან ესე მკვეთრად საჭირო, რეალიზება არის, ხო, კარიერული საჭირო და ნუ რაღაც ზონეზე ეს კლებულობს, უფრო მამაკაცებს შეიძლება ქონდეთ რაღაც ბერკეტები, უფრო ხელში ეკონომიკური კუთხით და ქალებს ბუნებრივადაც არ ეცემათ შესაძლებლობა რეალიზების. მაგრამ მიუხედავად გარემოებისა, ჩვენ შეგვიძლია ცოტა ისეთი რაღაც გავაკეთოთ რა, რომ გავაცნობიეროთ სად ვართ. გავაცნობიეროთ რა გვინდა. აი მოვტრიალდეთ და ჩვენ საკუთარ თავს შევხედოთ. სად გავართ ახლა ჩვენ? რა რეალობაში ვართ? რამდენად გვჭირდება იმ ენერგიის ესეთი მასშტაბური გაცემა სხვებზე და დაგვავიწყდეს ჩვენ რა გვინდა. დაგვავიწყდეს რომ ქალები ვართ და ხანდახან შეიძლება ვიღაცას თეატრში უნდა მეტი სეარული, ვიღაცას მარტო სეირნობა უნდა და მან შეიძლება იპოვოს საკუთარი თავი, ხო? ხანდახან განიტვირთოს რომ არავინ არ არის მის გარშემო და უბრალოდ მარტო არის საკუთარ თავთან, რომ უსმინოს თავის თავს, ხო?